მოვადგე წასვლის და დასასრულს და არ დატოვებს იმედის ნამცეც პირველ ყოფილი სიმშვიდის სრულით დარჩება იგი რაც უნდა დარჩეს. ინტერვიუში ამოკითხული ლექსით ეს ხმა ტელევიზიის არქივს შემორჩება, თუმცა მუდამ იცოცხლებს მათთვის, ვინც ელდარ მდინარაძეს იცნობდა, ადამიანს, რომელიც გამოჩენისთანავე გამხნევებდა და გახსენებდა, რომ რასაც აკეთებდი, ეს მნიშვნელოვანი იყო. მაგრა გამიმართლა, რომ აი ასე ძლიერ კოლექტივში აღმოჩნდი, ასეთ გუნდში, სადაც ვგზნობ, რომ რაღაცნაირად ვჭირდები მე ამ ხალხს. ტელეკომპანია იმედი საფინალო აკორდად იქცა. ადგილად, სადაც დოკუმენტური კინოს შემოქმედისა და ტელევიზიის გზები სიცოცხლის ბოლო წუთამდე გადაიკვეთა, სადაც ელდარ მდინარაძე უყვარდათ და სადაც მას ბევრი როლი ჰქონდა. ოსტატის, მეგობრის, მხარდამჭერის, ოჯახის წევრის და უბრალოდ ადამიანის, რომელიც აწმყოზე ზრუნვით მუდამ მომავლის გეგმებს აწყობდა. ვერთმა დაგლოს უნდა კარგად იყო და მეფიერი ვარ ჩვენთან ერთად რომ ამბობს. ასე იწერებოდა სატელევიზიო წარმატების ისტორია. მის შემოქმედებას კი ფონად გასდევდა ამბები გურიიდან, მშობლიური ოზურგეთიდან, ბავშვობაზე, ოჯახზე, ბებიაზე და ცხოვრებაზე, რომელიც შემდეგ საკუთარი დოკუმენტური კინოს მთავარ ხაზადაც კი აქცია. იმერული თავი მადევს. 100 ჯერ ამწონ გამზომისა. ხასიათი მოწყობილი მაყვარანცხი გურიის. იუმორით ყვებოდა ამბებს წარსულიდან და იუმორით იქმნებოდა აწმყოც. მის დოკუმენტურ ფილმებში კი თავისუფლების სიმბოლოები ჩნდებოდა. ბავშვები, ხიარულება, ბიტლზი. მშობლიური სოფელი თუ თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც თან ცხოვრებისეულ სათქმელს იდევდა. მითხარი როგორ დოკუმენტური კინოს იღებ და მე გეტყვი შენ რისი გამკეთებელი ხარ შემდეგში რა ხატულში. სადაური კაცხარალი მაგასალა ჩემი საუდასავალი. წარმოშობით გურული ვარ. დოკუმენტური კინოსცენით ელდარ მდინარაძე რეალობას აღწერდა, ყვებოდა ადამიანებზე მისი ცხოვრებიდან, მათ შემოქმედებასა თუ ხსოვნას პატივს მიაგებდა და საკუთარი მაგალითით სხვებსაც სიყვარულს ასწავლიდა. ქართველობას და საქართველოს საერთოდ ამ რეგიონში დაბადებულ ადამიანს ცხოვრების აღქმის, მისი გააზრების და მისი წარმოდგენის თავისებური ხედვა. ეს ხედვა მის შემოქმედებას ასაზრდოვებდა. ამ შემოქმედებით კი საკუთარი ქვეყანა, ქართველობა თუ მშობლიური ოზურგეთი სხვებსაც საკუთარი თვალით დაანახა და საპატიო ოზურგეთელის სტატუსიც სიცოცხლეშივე ჩაიბარა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ბატონი ელდარ მდინარაძე. 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი, გამორჩეული დოკუმენტური ფილმების ავტორი, პრიზების მფლობელი თუ სატელევიზიო ამბების შემოქმედი. ელდარ მდინარაძის მრავალფეროვანი ბიოგრაფია 76 წლის ასაკში დასრულდა. ისევ ოზურგეთში, იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო. საპატიო ოზურგეთელს მშობლიურ მიწას მიაბარებენ. თუმცა ოსტატი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ ცხოვრებას, შეგირდების შემოქმედებაში გააგრძელებს.